პოსტსამშობიარო დეპრესია არის სერიოზული მდგომარეობა, რომელიც განსხვავდება უბრალოდ მშობიარობის შემდეგ პირველი 2 კვირა, როდესაც ისედაც მოსალოდნელია, რომ ცოტა ვსევდიანობთ, შეიძლება უმიზეზოდ ვტირით, შეიძლება ჰორმონალურ ცვლილებებს ვეგუებით, დღე-ღამის რიტმის ცვლილებას ვეგუებით. ეს ბუნებრივია, რომ პირველი 2-3 კვირა ჩვენ არ ვიყოთ ისეთი მხიარულები და ბედნიერები, როგორებიც ვართ ხოლმე ჩვეულებრივ. თუმცა თუ კი გარკვეული სიმპტომები გაცდა ამ სამკვირიან ვადას და გაგრძელდა და იმის ნაცვლად რომ გაამარტივდეს ცხოვრება რთულდება, მაშინ უნდა მივაქციოთ ყურადღება, ხო? ერთი არის, პირველი ყველაზე თვალშისაცემი ეს არის გუნება განწყობის დაქვეითება, მომატებული სევდიანობა, რაღაცა უბედურების განცდა, უმიზეზოდ ტირილი, ჩაძინების სირთულეები, ჩაძინების სირთულე იმიტომ კი არა რომ ბავშვი ტირის და არ გაძინებს, იმიტომ რომ სიწყნარეშიც კი თავად გიჭირს ძილი, კი ბატონო. რაც შემდეგ რაღაცა ესეთი ციკლი იკვრება, რომ ჩაძინება მიჭირს და ცუდად ვარ და რომ ცუდად ვარ უარესად ხვდები, იმიტომ რომ ძილი მაკლდება და ისედაც ხომ ძილის დეპრივაციაში ვართ, როდესაც ბავშვი გვიჩნდება, განსაკუთრებით თუ ძუძუთი კვებაზე გვყავს, ანუ ისედაც ნაკლები ძილი გვაქვს და პლუს ეს რო ემატება, საერთოდ გვძირავს, ხომ?